კატებისნაირო. ხალხო. არ მითხრათ ეგ რას აგეხარო, ან რა არისო, ან რა უბედურობაო, ერთი ღერი არა მაქვს სადმე ჩამოვარდნილი და ჯერ გამარჯობათ. თუ სადმე რამე ღერი ჩამომივარდა, იგივე ვიგლეჯავ. ეს რა იყო დღეს? კი არა და რა არის ეს დღეს? რა უბედურობა. აი მართლა რა უბედურობაა დღევანდელი სიცხე. დღეს რომ ცხელო და იგი არც ერთხელ არ მცხელო, მაინტერესებს გრადუსი. 29 გრადუსი. რა შეხედეთ 29 გრადუსი. რა 29 გრადუსი? ხალხო. მოვწყდით. ვაიმე დღეს იყო ბოლო გამოცდა, ეხლა უნდა ნახო ამინდი. დღეს იყო ბოლო გამოცდა მათემატიკის. დილით იყო, დილით 9 საათზე კი არა და 8-ზე იქ ვიყავით 800 ეკლდა რაღაცა წუთები. აწახვით და ჩამოლამაზო აქ მოდი. ტირის მაღლა და დაბლობ ჩამოდივარ და მომყვება. ახლა და აი წინა გამოცდაც ხო იმისი რა ქვია ინგლისურისა იყო დილით და ძალიან ადვილად გადავიტანეთ. დღეს იყო კოშმარი ხალხო, კოშმარზე კოშმარი და ეხლაც რომელი საათია? 21 წუთი არის 6-ის. მოვწყდით. სად ახარ ბიჭო? მოდი დედასი. აქ 32 გრადუსია. არ არსებობს ხალხო, რა 32 და 33. ხოდა. ბავშვი შეწუხდა. მე რომ ცხელ ამას რაღაც ჭირს და აი რამის არის პირდან ამოწურეს. ახლა მოვჭი მე-5 კამპოტის მოხუφვას. დღეს დავიტოვე 5 ცალი გუშინ ზუსტად 12 საათზე გავთიშე, ზუსტად 12 საათზე გავთიშე, ისა რა ქვია. მე-9 რომ მოვხუფე და მივხვდი რომ всё დამთავრდა, ლიმიტი ამომეწურა, ელემენტები დამიჯდა. ვაიმე გარეთ არა. მოდი აქ. რიჟა. რიჟა, ზედმეტსახელები რიჟები ქვიათ ხალხსად, იქნება ვიღაც შემოვიტყო. მანდ არა. აი შეხედეთ. საერთოდ არ იცის სად უნდა გავიდეს და ჩქარა. შეხედეთ. დედი ეგ არა. ეგ აკრძალული ზონა, დედასი. არა, დედას ტკბილო. არა, დედი. რა სიძახი, მაგისთვის მოგიყვანე, რა ეგ ქუჩაში გაგიშვა ბიჭო. არა, ჩემო ცხოვრე. მაგისთვის მოგიყვანე, რა ეგ გზალებმა გწეწონ, ეს გორელი პატიოსანი კატა. ჩემი სიხარო. ვაი, დედი, აქ იყავდი. იქ აღარ. აი მაგიტო არ უშვებთ გარეთ. იმიტომ რომ აუზის წყალი სახეზე მივიფკუროთ. იმიტომ რომ არც. მოდი აქ, ჩემთან მოდი აქ. ხოდ ეს როგორ არის უყურე გამ ნინო იზავდა ამას. ხოდა მეთქი გუშინ ვიდეო მინდოდა კიდე ჩამეწერა, მაგრამ არა. ვეღარ. და გუშინ იყო დღე. ეტყობა რომ ცხელოდა კიდეც, მაგრამ დავიღალე მეთქი იმდენადაც ვერ ვიტყვე, ხო ვიჯექი ველოდებოდი კამპოც აი ესე ქსოვდი თითქმის ბოლოში გაველი ხალხნო, ალბათ დღეს დავამთავრებ. გამოცდაზეც მქონდა წაღებული. აღარ წახვიდე იქ. უყურე რა საგავით, უგუ მიჩხლართება. რიჟა მოდი აქ. აი მოდი რა მოგცე, მოდი. დაინახა, მოტვიალდა. მე აბუეტო პუსკა დაალაჯე ხას დასულა რა დებილი ბავშვია. ხოდა წავედი და არავიბანავი ჯერ და ისე დავწექი. და ისა მეთქი თან ამეს ვუყურებ თქო რა თან ფილმებს ვუყურებდი გუშინ და მაგიტო ველოდებოდი კამპოტებს და ჩართული ჩავრთე იცი რა სხვათა შორის არ მქონდა ნახ შეიძლება ახალი ფილმიც არის ზუსტად არ ვიცი მე მგონი ახალია ისა
თურქული ფილმია, ჰანდე გამოდის, ბიჭს არ ვიცი რა ქვია, ბიჭი რაღა და კაცსა და ქვია ორი სამყარო და ერთი სურვილი თუ ერთი სურვილი და ორი სამყარო რაღაცა ეგეთი. სხვა შორის ერთ ხელსაყრებლად ღირს. არა უშავ და კაი ფილმი იყო. მე ნუ გეშინია. ფეხი რო გავწს. შიშარა. ხო და დილით ავთქვი რომ დავიდე დილით მეთქი სადღაც 5 საათისთვის თუ გამეღვიძება თქო ჩადავდგავ მეთქი კამპოტებს და სანამ წავა რა დუღდება რა ორჯერ უნდა ანუ 3 და 2 ღა მქონდა ეს ჩასადები. ეხა მაღლა აგიყვან შენ. მინდა რომ შეეშინეს ეხა იქ რამე შეაშინოს ან მანქანა მანიმა რომ აღარ მივიდეს პირდაპირ იქ მიდის. ხო და ისე გაგუდულს მეძინა დილით თორე მთელი ღამე გავათენე. იმიტომ რომ აი ზუსტად მართლა მეგონა რომ ესა იმდენად მოძრაობდა, ვაიმე ისე მაგრად მოძრაობდა პატარა. ხობა მე ვერ მოძრაობდა. ჯერ მარტო გადაბრუნდება ძალკე სპორტი დედასკეფიცები, აი სპორტის ერთ-ერთი სახეობა არის სადღაც 7 თვის ფეხმძიმე, 7 თვის არ გახდება ფეხმძიმე, 9 თვემდე რომ საწოლში გადაბრუნდეს. ეგ არის ძალკე შეჯიბრი უნდა იყოს მაგის. ხო და აი ისე მაგრად მოძრაობდა რომ მართლა მეგონა რომ მეთქი всё ეს ბოლო ღამეა. მაგრამ არა დილით რო ჩამეძინა, ლაშამ გამაღვიძა 7 ხდებოდა. ნინო ხელს ხო არ გიშლი, ცოტა ხმა დაბლა. მოტრიალდი. ჩხლებს ილესავს იქ და უნდა ვცემ. გეხუწები რას საგაუყურეთ. ეს გეკონები ყარაულში უზისო ეხლა. არ იქნება რომ წაადოს, გამოეთრიე მაგეთ. აი მე ეს თუ ეხლა გაძვრა ალბათ რა ვირას უზავ. ნეტა მოგხვდეს. რასაკ ღმერთო ჩებუგრა ფარდუქვალებს. აი ხა მანქანამ რო გაიარო შეეშიდება, მე მგონი ხა გეისასცემს. ვაიმე, ჩქარა გამოიქეცი ჩემთან ჩქარა. აი მე მეშინე ის რო გაძვრეს იქ ღმერთო. სიგმეტი გასართობი ვერ იშოვა, აი ფშხილები რო არ გაიქეკოს. აბე ხმდი. ჩქარა. ჩეკაშინე? ხოდა წადი ხა კიდე. ჩქარა. დებილი ხულიკი ეს. დაიმალა. აღარ მიხვიდე იქ. ლაშა ამბობს, როდის უნდა გაუშვა გარეთო. სადმა გაუშვა. მაგრამ საღამოთი რომ აცოцდება ხოლმე იქ დაჯდება და დავიძახებს ხოლმე ამას ფეხები. არა. ამას ის ლამაზი ბალიშები რბისა აქვს, სუფთა აქვს თათები. საშინელი სიცხე, აი ხა როგორ ავლაპარაკობ არ ვიცი. არაფერი არ ატოკავს ხალხი. ისე ვიქნიდეს. აღარ უნდა გამოვიყვანო. შეაშინოს მაინც რამე. რომ მოვედი მოხუფე ისინი, დავდგი უფრო სწორად წაველი დავწექი. ჩამოველი მოხუფე, კიდე დავდგი, კიდე წაველი დავწექი და ახლა მოვრჩი. რომელიც საათი იყო? 9:06. არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი, აი საერთოდ არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი, საჭმელიც არის თუ უნდა ჭამოთ, ვისაც უნდა ჭამოს, ვისაც არ უნდა, ნუ შეჭამს, ვისაც უნდა ცარილაპური ჭამოს და ვისაც უნდა საერთოდ რავი რატო დენიც არ არსებობს თუ დაიტენო ხოლმე. უბრალოდ აღარ შემიძლია. საჭმელი დავიჭერი.
კიტრია, პომიდორია და ცოტა ბულგარულია. აქ კიდე კვერცხია მოხარშული. ხოდა. ეხლა ჩემთებს რომ უყურებ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კალორიულ დეფიციტში ვარ. ან დავიწყოთ ეხლა მარათონი რა, რატო ვერ გავიგე, რატო მე ვერ დავიწყებ მარათონს თუ კალორიულ დეფიციტი არ ვიცი. მართალია კალორიული აცდენილი ვარ, მაგრამ როცა მინდა მშვენივრად დეფიციტო. გამოდი აქეთ. ხვლიკო. ნინო. ეხლა ნინოს გამოვიყვან და აგე ის არ არის გარეთ გამოშვების ღირსი, მეორედ გამოვათრიე. ეხლა მოკიდე თვიბაზე ყურებზე ხელა ათრიე. ცოტა ხანი მან შეიყვან სიგრილეში. პირდაპირ მიდის მან. სამჯერ გამოვიყვანეთ ხოლმე. გაუშვ ცოტა ხანი ფანცალოს და ავიყვან მე. აუ. ხოდა კალორიულ დეფიციტში ვარ მეთქი და დავიწყოთ მარათონი ახლა. არა, მე კი გითხარით რა კალორიულ დეფიციტში ვარ. დაგანახებთ კიდეც რა პრობლემაა, კიტრია, პომიდორია რა, შორე, აი რა. ნუ ახლა პური მიდევ ახლა ამ ხელა, მაგრამ იმას ხარ ნიშნავს თუ შევჭამ. ძალიან არ გაიგო. ეხლა რა მიხარია ყველაზე მეტად. არა, კალორიულ დეფიციტში ხო ვარ. კვერცხი ხო რა ვიცი ხო ნუ ზოგადად კვერცხი ისა რა ქვია დიეტური. მაგრამ რა მიხარია იცი ეხლა თქვენ. ამას ხო ხედავთ, ამას ვერ ხედავთ თქვენ რამდენია. კვერცხი არის, მაგრამ რამდენია? ლომად. ასე რომ ეს მეტად კალორიული დეფიციტი. ოღონდ ხახმო ეს არის კვერცხი. ჩვეულებრივ. ეხლა ნახეთ მე რა მაქვს. ნახე შორე ამ გახსენებაზე მანიკური დავიმატე და ისე წავედი. ეს არის კვერცხი. ჩვეულებრივი კვერცხი. აბა მაგ არის კალორიული დეფიციტი? ეს არის დეფიციტი, ეს არის უდეფიციტეს. ასე რომ ეხლა მე ჩემ დეფიციტს გავუჩვენე. და იქ დავალაგებ. ერთი ყლუპია ხალხი, აი მესავით არის რა ქვია. კინას რო ვსვავდი ხოლმე გადაყლაპე, წყალი ვიაყოლე. სამსახურში თევზებში რო მუშაობდი, ამას მოხარშავდნენ ხოლმე ბიჭები და საჭმელად ხოლმე ხანდახანდა. მარკმე ჩავდნენ. პატარა კალო, პატარა. ხო, ბევრ საინტერესო და სხვა შორის ამისი გული. შეხედეთ. გული აქვს ჩვეულებრივ, იმიტომ რომ წიწილა იჩეკება ხალხი მოგე. შორენა გადახუჭე თვალები. კაია, რომ დღეს არაფერი გამოსაწმენდი და გამოსაგველი არ მაქვს. ეხლა ამის ჩავთავ და მოგსოვ ისე. რომ მინდა რომ გავავლო დღეს. შაბუზო. ვაიმე ხალხნო ვიყიდე. რა ვიყიდე? პამპერსი. მე რაი კალორიულ დეფიციტის თრო ვიმკურნალებ, მე ავალ და განახებთ. აი ეს არის. აი ეს არასოდეს არ დაუყაროთ ქათმებს. აი ესე. მე იმიტომ რომ მე იწყებენ კვერცხის ჭამას იცოდეთ. დაშლილ მდგომარეობაში რომ რამე შეურიოთ, კიდე ხო, მაგრამ ესე აი ნაჭუჭი იყოს არა. ანუ კვერცხს რო გავდეს. ჯონსონის ზეთი ვეძებე, რომელაფთიაქებშიც ჩანდა თითქოს რომ იყო
ის გვირილის ზეთი მიისავქენი, მაგრამ არ ქონიათ. ანუ ჩანს რომ რაღაცა ფილიალებში არის, მე იყო ერთი ქუთაისში და ერთი გორში. მე ვიფიქრე კატა ჩამოვიყვანე გორიდან და შამპუნი კი არა, ზეთი ვერ ჩამოვიტანია მე. ხო და მე მივხვდი რომ ეხლა არც ესეთი ძალიან ვასწავლებს მოთამაშე ადამიანი არა ვარ. ვაი მე მარტო გვირილის ზეთს ვახმარებ. ანუ კაი იყო რა ეს გვირილის ზეთი, მართლა კაი იყო. ალოე რომ ვიყიდე ერთხელ, ალოე იყო? მე მგონი ან ალოე ან არ ვიცი რომ რაღაცა იყო, ანუ ვარდისფერიანი კი არ ვიცი ის რისა. არ მომეწონა ის საერთოდ არ დაანესტიანა ბავშვის კანი, ანუ აი სირბილე და ის რასაც არ ახონდა საერთოდ და მაგიტო არ მინდოდა. ეხლა რაც ვიყიდე არ ვიცი რისა, იასამნისფერია, არაწერი არისა, ალოე არ არის. კონკრეტულად რაღაცის არ არაწერია, მაგიტო ავიღე. ხო და ისა. ვახმარ და არ მომეწონება აგე მე იმისი ბუფენი არის ხო, მე მგონი ეგ. მაგისი პუდრი ვიყიდე კიდე. ჯონსონის არ აქონდათ. კვერცხები არ დათვალოთ. რამდენიც არ უნდა იყოს, მაინც კალორიულ დეფიციტში ვიქნებ. შამპუნი ვიყიდე, ესე იგი. რა ვიყიდე? შამპუნი, ზეთი, პუდრი. რაღაცა ვიყიდე კიდე. არა. ეს და შისა პამპერსი. Come babies, ერთი ზომა პამპერსი ვიყიდე. წადი წაიყვანე. ოღონდ კვერცხია. ხო და. მოშოდი. აჰა ეს მიეცი. მაღლა რომ დასვა ვიქ დაუდე თავის საჭველთან. აი ეს. ეხა გადაგერევა გზაში. აი მე. აი შეიძლება. ანუ მე ვთხარი რომ პატარა ზომა თან 0 ზომაც ხო ხოლმე პამპერს და არა come baby-ს ხო აღარ მახსოვდა მე რა ვიცი კაცო 12-13 წლის წინ ვხვარობდი მაგაზე. აქო ერთი ზომაო პამპერს ყველაზე პატარა 2-დან 5 კილომდეო. მაშინ ვთხარი 1 კილო კი არა კაცო. ერთი პაჭკა მომეცი, ოღონდ რამდენიანია მეთქი და 60 ცალდევში და 28 ლარი მივეცი. ლაშას ვთხარი ეს ერთხელ მევყიდულობ. დანარჩენი მე ვთხარი შენთან გადმომილოცია მეთქი. შერიშვილე შედიხე. გეთქვი თან გალაპარაკებთ რო კვერცხები ვერ გაიქრამდე. და აქეთ რო ვალაგებ მან ერთი ჩანს. ხო და ერთი სული მქონდა დამჯდარიყავი მანქანაში. მანქანა ჭრდილში გვეყენა ბარბარეთს იყო წამობძანებული დღეს. მანქანა ჭრდილში გვეყენა და ერთ სულ მქონდა დამჯდარიყავი რომ პამპერსი გამეხსნა. ვაიმე რა პაწაწინა ახალ ხნო. დავატოლებავს კარგა გქონდა. უნდა მეყიდა ისა. აუშამ საპონიც. არა უშორ მაგას აქვიყიდე. ბავში საპონს ყიდულობ ხოლმე ჩვეულებრივს და მაჩალკა როგორ აი ბუბკასავით მინდოდა. ხელა რაღაცა ბუბკის ნაგლეჯი ღირდა რაღაცა საოცარი ფასი. არ მინდა ლაშას ვეუბნები წამოდი რამოდენა ბუბკები გოხრაბის მოვაჭრე მე უთხარი და იმით გავხეხოთ. ბაზრობაზე მაგის მეტი რა არის იყოს პატარა ხა აფთიაქში და ვაიმე ძალიან ისა როგორც ახლა კალორიულ დეფიციტში ვარ შეწყურად ისი არა ვარ რომ ინდა მაინც აფთიაქის სახეში გე ბავშვები ჩვენურად მაჩალკა აქვთ რა ვიცი 10 ლარი მივეცი მეგო სოციოლის მაგარი მაჩალკებია აი სახელი და გვარი ღარჩებიან ისეთები გამოდიან სუგეთებს ვახმარებდი ხომ და მიეჩვინენ ეგეთ მაჩალკებს აი ეს წული როა აპრუწული და მარტო რო გაიქაფები და არაფერს არ გაცლის აი ეს კვერცხი რო იტყვიან ქათამს ეგევე ჯამში დავადებინე ქაფ-ქაფ წყალში და ნახე არ იფცქნება დადო თუ არა ავაცალა კაკანით ვერ მოასწრო და ეწყოდა და ხედა აღარ იყო კვერცხი ხო და ერთ სიტყვით მაგ ყველაფერს რომც არ მქონდეს ნაყიდი და ისე მომიწიოს წასვლა, აი დარდი. ლაშასთან გავცემ განკარგულებას და
გავლა გამოვლისას ბაზრობაზე შეირბენს. იდის ერთ პაწაწინა ბუბკას. იქამდე შეიძლება ბარბარე წაიყვანოს ბაზრობაზე, მე უნდა წამიყვანა. გუშინ ვუთხარი რომ ამას მართლა არ შევჭამ ხალხო. არა ნამეტანიერი ახლა დავხედე. ფლათ ესეთი დეფიციტით არ მინდა. ანუ ვუთხარი რომ დღეს ხო ივანეს გამოცდა იყო და მეთქი დღეს და შაბათს წავიდეთ მეთქი რაღაცების ყიდვა უნდა. ხო და გუშინდელი ჩემი ამბის მერე რომ იმდენად მართლა აი შემეშინა მეთქი ხარ ფიცაც არ მეშინია უბრალოდ სადამდე შეიძლება რომ მე ხანს გავაჩერო ბავშვი ადგილზე იყოს და ხო და გუშინდელი შემდეგ ვუთხარი რომ მეთქი ანუ ვერ გამოყვები შანსი არ არის ვერ ვივლი და ჩემ თავს ვერ მივცემ იმის გარანტიას რომ სადმე რამე არ იქნება. ეხლა ორშაბათსაც ექიმთან ვარ წასასვლელი და ეხლა აქამდე სულ ჩემი დავდივი და ეხლაც ჩემის დავწავალ არ არის პრობლემა. მაგრამ ლაშა ვერასოდეს ვერ გამომყვა, იმიტომ რომ ზუსტად ისეთ დროს მივდიოდი რომ გაკვეთილებს შანსი არ იყო, ვერც გადაადგილებდა და ვერც გააცდენდა და რაღაცა. ამიტომ მიწევდა ხოლმე მე და იოანეს წასვლა. ხო და ორშაბათს სკოლა აღარ არის და ანუ აღარ არის ის მომენტი რომ ეხლა მე მარშრუტკაში ჩავჭიდე და მარშრუტკით ვიმგზავრო რა. ხო და ასე. დილით წავალ უცბად უნდა წამოვიდე მაინც. ხო და ეხლა რომ შევჭამ და ამოვიქაქანებ მე მაღლავიდე და განახებ. და დავამთავრებ იმას რა ქვია მოქსოვას დღეს ყველა ვარიანტი იმიტომ რომ გუშინ კარგად ვიმუშავე გემრიელად ძვირფასად რომ გავავლო და იქნებ ხვალე უკვე ჩავლაგდე კი წავედი ხლა აბა ბედნიერი დღე ყველას ხალხო ერთი დამიწერეთ როგორ ვძლებთ ამას კიდე კაი წყალი მაინც მოვიდა და რომ მოველთ იმიდან ძაფში რაღაცა ჩაყარო ხო იცი აი ეგ შევცვიდი თაბანოს კარებში მე მოვიქე ჯერ ბავშვი შევყავი და ისე შევედი ხო და მე მოვიგე მე შემიშვეს რას მოვკვდებოდი წყალი რო გადამევლო წავედი ხლა ბა ჰეი კარგად